დაბრუნდით კვლავ შეგახსენეთ რომ დღეს ჩემი შესაბამისად ჩვენი სტუდიაც გამორმებულია კი ბატონო მაყურებელს საჭირო რჩევებზე ესაუბრებით აქედან. მოდი განვაგრძოთ თემა, იმიტომ რომ ბევრია სალაპარაკო და ყოველთვის რომ კაბებზე დავმინდა ვილაპარაკო. აქ გვაქვს წარმოდგენილი საკმაოდ სამი კაბა, რომელიც თუ ახლოს ვაჩვენებთ, არის ეს სვაროვსკის თვლებით მოქარგული და ძირითადად რომ გადავხედოთ ქართულ მომხმარებელს, ყოველს უნდა ძვირფასი თვლებით მოჭედილი და გიპიურებით გაწყობილი კაბები. ანუ ტენდენცია ესეთი, რომ საქართველოში ესეთი კულტურა გვაქვს და ტრადიცია, რომ ქორწილი უფრო დიდად და პომპეზურად უნდა გადავიხადოთ და აქეთ რომ გადავინაცვლოთ ეს კაბები, ეს შედარებით უფრო სადა არის, აი ამ ორ კაბასთან შედარებით თქვათ არ არის ამდენად ბევრი გადაჭრილი ისეთი ფუშფუშა არ უკვე სადა აღარ არის. დიდი შლეიფი აქვს და ისეთი ამ სტილს ეძახიან იმისი რა ქვია, ქალთევზას ფორმას, რომელიც ძალიან ლამაზია, ტანს უხდება და საკმაოდ მოთხოვნადი არის და მოდური. ხოლო მაგრამ პრეტენზიული იქნება, ყველა ვერ მოირგებს ამ ფორმის კაბას არა? ისა საკმაოდ ის უნდა იყოს, თქვათ ის უფრო ნაკლებად პრეტენზიულია ვიდრე ეს, რადგან ეს უფრო გამოკვეთილი და გამოკვეთილი და ფორმები უნდა იყოს. თუმცა ამაზე ვისაუბრებ, როგორ უნდა ჩადგე ფორმაში ქორწილამდე და როგორ უნდა გახდე მომხიბლელი და რა უნდა გააკეთო. ეს არის ძალიან თამამი კაბა. ეს არის ძალიან თამამი კაბა. ესეთი კაბა ძალიან კაცრი სილუეტის, რომელსაც შეზღუდვები ექნება, ყველა ვერ ჩაიცვამს. ყველა ვერ ჩაიცვამს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რჩევებს, რასაც ჩვენ ვიტყვით აქ და ვილაპარაკებთ, მე მგონი თავისუფლად ჩაიცმება. წარმოიდგინეთ ეს კაბა რომ ჩაიცვეთ, შემდეგ თქვენი ფოტოებით აჭრელდება ალბათ ნებისმიერი ყვითელი ჟურნალი, რომელიც არის, იმიტომ რომ არის ყურადღების ცენტრში იქნება. და ჩვენ რაც გვაცვია, ეს ისეთი სტილის კაბებია, მოდი რომ დავენახოთ, რომელსაც თქვათ, აი ჩემი სტილის კაბა შეგიძლია ქუსლებზე ცოტა აქსესუარებით უკვე ლოუ. მე ესეც მირჩევი მომწონს დაბლებს რომ ზუსია. კი, მაგრამ თუ არა, მე მომწონს მაგიტომაც მაცვია. და ეს არის საზაფხულოდ, თქვათ მინიმალისტური ქორწილი თუ გაქვს მეგობრებთან ერთად გვინდა წავიდეთ სადღაც ლამაზ ადგილას. არ იყოს ეს რაღაც გადატვირთული. შესაძლებელია. გვირგვინების გვირგვინი და უკვე ბზათავად და შენი კაბაც რაც შეეხება, ესეც ამ კაბებთან შედარებით არის უფრო სადა, მაგრამ უფრო გამოსასვლელი ვიდრე ჩემი კაბა და არის ძალიან ჰაეროვანი და ესეთი იმისთვის, იცი ახლა რო უყურებ ტენდენციებს და უცხოურ საიტებსა და ჟურნალებსაც ვათვალილებ, ძალიან აქტუალური შემოდის ესეთი სადა სტილის კაბები, როდესაც ახალგაზრდა წყვილი მიდის ზღვაზე და ზღვაზე პლაჟზე იწერენ ჯვარს და რაღაცა იქვე ასე ვთქვათ ბუნგალოში, ლამაზ ეგზოტიკურ ბუნგალოში, ძალიან ლამაზი გამოდის ესეთი ქორწილები. კი, ღიაცის ხო? კი. ჩვენთან ხშირია ტენდენცია ხათუნა? შენი დაკვირვებით. საკმაოდ. სხვათა შორის აი შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო ალბათ 1-3 წელია, რაც აი ძალიან ისე შემოვიდა ეს სტილი და მინდა გითხრათ, კი არის დაკავშირებული, ანუ ზოგადად ცოტა ისეთ მას პრობლემებთან ხო, იმიტომ რომ ყოველთვის ნერვიულობ ხოლმე, როცა ესეთი ამინძა ხარ დამოკიდებული და აბსოლუტურად ფაქტიურად არაფრით არ ხარ დაცული, გარდა იმით, რომ ჯერა რომ გაგიმართლებს. რომ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს მზე იქნება. კი, და ყოველთვის ამ დროს გეკითხება წყვილი, ხო ყველაფერი კარგად იქნება და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ამაზე იმ მომენტში აი დამიჯერეთ, რომ შეიძლება მათზე მეტად კიდევ მე ნერვიულობ, იმიტომ რომ ძალიან ეს ყველაფერი დამოკიდებული ანუ მათი ეს იგივე რამე რო არ გააფუჭდეს, თუნდაც ყველაფერი რო კარგად იყოს და ნუ მაგრამ ულამაზესი გამოდის. ძალიან ლამაზი გამოდის ესეთი ქორწილები. აგრეთვე ხასმას გავაგრძელოთ ეს თემა. კაბები, გაფორმება, გასაგებია და ერთ-ერთი კიდე ძალიან საჭირო ატრიბუტიკა არის აქსესუარი. აქსესუარები, როგორც თვითონ ბეჭედი, საქორწინო ბეჭედი, შემდეგ კოლიები, საყურეები და ძირითადად მის სამაგრები. ნუ ისეთი ბრენდები, როგორიც არის Tiffany, Chopard, Cartier, ეს ისეთი ბრენდებია, რომლებიც luxury wedding-ის ისეთი განუღრელი ატრიბუტიკაა. თუმცა თუ გვაქვს ჩვენ აქცენტი ნაკლებად და low budget-ზე შესაძლებელია Swarovski-ის ლამაზი საყურეც გავიკეთოთ და
ბეჭედით გააჩნია ეს ისე მოთხოვნაზე. თმის ვარცხნილობის გაფორმება რაღაცა დეტალებით, თმის სამაგრებით, რამდენად ტენდენციური ახლა. ერთი პერიოდი ბუმი იყო გახსოვს. თითქმის ყველა საქორწინო ვარცხნილობა სრულდებოდა აი ამ დეტალით, ხო? ჩამაგრებული დეტალები და ეხლა იმიტომ რომ ყველაფერი უფრო ნატურალობისკენ მიდის და ამ ეკოზე არის მოდაზე ყვავილები არის ძალიან აი ცოცხალი ყვავილები. ცოცხალი ყვავილებით კი. ხშირ შემთხვევაში ანუ იყენებენ უფრო ორქიდეას ყვავილს, იმიტომ რომ მას აქვს იმის საშუალება, რომ თუნდაც უწყლოთ რაღაცა გარკვეული პერიოდი, კარგად გამოიყურებოდეს და არ დაჭკნეს. და კიდევ აი ესეთი რაღაცა ძალიან წვრილი ყვავილები, აი ესეთ მინდვრის გეცოდინებათ, ულამაზესი გამოდის, აი მართლა ძალიან ნაზი და ძალიან დახვეწილი არის. მე ძალიან მომწონს. და ხშირად ხდება. საყურეც, აქსესუარი, სამკაული უნდა იყოს რაღაცა ესეთი მინიმალისტური შეიძლება კაბასაც გააჩნია თუ როგორი კაბა გვაქვს იქიდან გამომდინარე. არა, ყველაფერს გააჩნია ხო ამ თავარი რაღაც კონცეფცია. შეიძლება თუ ძველ ქართულ მარანში ხარ, შეიძლება ჩოხა ტრადიციული ქართული კაბა უყურებ. თუ ბანგალოში ხარ, მაშინ ეს იქნებოდა სასაცილო. ანუ აი როგორი სუპრაგენდა, როგორი ჰასიათი მუსიკა ის რამდენად შეკრული იქნება კონცეფცია, რამდენად უფრო გემონებიანი გამოვა ქურთილი. დათმის საბურავებს მზრო დათმის იმას რო დაუბრუნდეთ აქსესუარებს, გვირგვინები ეგრეთ წოდებული დიადემები მოდაშია? უფრო ალბათ იყო. უფრო მე ვფიქრობ, რომ აი რაღაც ესეთი გვირგვინის სტილის, ну უფრო ბავშვებისთვის, აი რომელიც ნეფე დედოფალს უკან ოყვება, ანუ აქვთ მათ ესეთი საკმაოდ საპასუხისმგებლო დანიშნულება, მისია კი და ძალიან ნერვიულობენ ხოლმე, აი იმათთვის კი ძალიან მაგრამ არა პატარძლისთვის კი. და ფეხსაცმელი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის ვცდილობ რომ მაღალხუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა, რადგან კაბა ბევრად ლამაზად ჩანს, როდესაც ასეთი მდიდრულ კაბებზე გვაქვს ლაპარაკი, როგორც არის მარიგოლდის კაბები, აი ესეთ კაბებს რა თქმა უნდა ქუსლიანი ფეხსაცმელი მოუხდება. მაგრამ აი ჩემ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია ჩავიცვათ ლამაზი დაბალძილიანი ბალეტკა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ლამაზად მოჭედილი, მაგრამ ისეთი ლამაზი. და ლუქსური ვედინგისთვის რა თქმა უნდა ლუმბუტონის ფეხსაცმელები, მალონო ბლანიკის ფეხსაცმელები ძალიან აქტუალურია და ძირითადად მაინც აქეთ მიდიან ხოლმე ამ არჩევნისკენ პატარძლები, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უფრო ისეთი არის, ვთქვათ, უფრო ისეთ ბრენდებს ეძებენ, რომელიც არის ვთქვათ ხელნაკეთი და რაღაცა განსხვავებული და ორიგინალური დეტალი შეიძლება ქონდეს. ესე იგი, ვილაპარაკეთ, კაბები გვაქვს, აქსესუარები გვაქვს, თმაზე ლამაზად მორთული ყვავილებიანი ვარცხნილობაც გვაქვს, ფეხსაცმელიც გვაქვს. ისე თმის ვარცხნილობა იყო, ადრე ძალიან გადატვირთული და ახლა აღარ. ეხლა ძალიან სხვათა შორის მინიმალისტურად ცდილობენ, რომ რაღაცა. მე მგონი ძალიან კარგია. კი, მეც ვფიქრობ. კი. ასე რომ ძალიან ეხ ქორწილისთვის მზად ვართ, მაგრამ ეხლა წინამოსამზადებელი პერიოდი რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთ ლამაზ კაბებში ვიყოთ ფორმაში და მოხდენილები. არის სპეციალური პროგრამები, როდესაც ვთქვათ, გოგონას არ შეუძლია რომ მთელი წლის განმავლობაში ივარჯიშოს და ვთქვათ, თავს მიხედოს, არის მოკლე კურსიანი პროგრამები, ასე ვთქვათ, shaping პროგრამები და ტანის საკორექციო პროგრამები, სადაც შეგიძლია ერთი თვის განმავლობაში ინტენსიურად ყოველ დღე იარო და ფორმაში ჩადგე, იქ აკეთდება ხელით მასაჟები, აპარატებით მასაჟები და უკვე შესაძლებელია რომ ფორმებით შეიცვალო და ვთქვათ, ესეთ კაბაში ლამაზი და მოხდენილი გამოხვიდე. შემდეგ საქორწილო დღისთვის ძალიან აუცილებელია და პატარძლები ხშირად აკეთებენ იმას, რომ წამწამების დაგრძელება ჩვენ ვილაპარაკეთ ერთ-ერთი, რადგან 3D წამწამები და სხვადასხვანაირი წამწამების დაგრძელებას ხშირად მაკიაჟს როდესაც იკეთებენ, ხშირად რეკომენდაციას უწევენ ვიზაჟისტები, რადგან უფრო ლამაზი და მიმზიდველი ხდება გამოხედვა. და რაც მთავარია, ფრჩხილი სამკაული. არ ვიცი, ჩემი თუ ჩანს ახლა. გამოჩნდება, ეს არის ძალიან ლამაზია. პატარა მარგალიტებით გაკეთებული, რადგანაც ეს უკვე სხვა არის, საჭრელებული გელებით არის და ჩხილის სამკაული ზუსტად აი ამ ყველაფერ რჩევებს წაიკითხავთ ჟურნალ OK-ში, თუ როგორ უნდა ვიყოთ საქორწილო დღისთვის მიმზიდველები და კარგ ფორმაში.
ან მოვლილები, თავის ვარცხნილობით, მაკიაჟით, ფრჩხილებით, ყველაფრით ასე და ასევე ჟურნალ OK-შია წარმოდგენილი ის მთავარი ატრიბუტი, რაზეც წეღან ვისაუბრეთ. ატრიბუტად რო მოიხსენიება, მაგრამ მეცნიერება რა ვქნა. აბა ჩამოთვალეთ და ავარჩიოთ მაშინ. მაინც არ მყავს ამ პრინცი ჰარი, რომელიც ჯერჯერობით უცოლო არის, საკმაოდ თავის მასთან შედარებით პატიურია ვერ. თავის მასთან შედარებით უფრო ისეთი არის, ასე ვთქვი, არასერიოზული ასე ვთქვა და უფრო ხშირად ეხება სკანდალებში და თავგადასავლებში, თუმცა სასურველი არის, რადგანაც რაც უფრო წლები მოემატა, უფრო დასერიოზულდა, შემდეგ სამხედრო აკადემიაც დაამთავრა მან, იმყოფებოდა ავღანეთში ინგლისელ ჯარებთან ერთად და უფრო დასერიოზულდა ეტყობა ამ სამხედრო სამსახურმა ჩააყენა ფორმაში. ძნელი დასაჯერებელია რომ მას იკითხება ჟურნალში შავგვრემანი მაღალი და სიმპათიური იტალიური ფესვების მქონე პრინცი დასაქორწინებელია. ლაპარაკია ლორენცო ბორგეზე. კარგად შეხედეთ. ლორენცო ბორგეზე. ეს არის ხო და ისე იმდენად თურმე ძალიან მონდომებით ეძებდა ის საშუალეს მიიღო მონაწილეობა. საცოლეს ეძებდა? ხო, პრინცი ეძებს საცოლეს. ესეთი შოუ იყო ჰოლანდიაში და მან მიიღო მონაწილეობა. გამოგჩათ. 2000 წელს იყო აქედან გამომდინარე. და საკმაოდ სიმპათიურია, განათლებული და ძირითადად ესეთი პრინცები და სამეფო ოჯახის წევრები არიან ჰუმანიტარულ სხვადასხვა ორგანიზაციებში ჩართული და ამ შემთხვევაში ეს არის USA-ში ცხოველების დაცვის განხრით იცავს ცხოველების უფლებას და საკმაოდ აქტიური არის ასევე საინტერესო ყველაზე სასურველი უფლისწულების რიცხვ შეუერთდა ქართველი ცისფერ სისხლიანი ბაგრატიონი. დიახ. უგო ბაგრატიონი. უგო ცხოვრობს ესპანეთში, თუმცა ხშირად სტუმრობს სამშობლოს. ერთი წელი ცხოვრობდა საქართველოში წინა წელს, მაგრამ ახლა ისევე შენ ჟურნალი მიგაქვს სახლში, კაბას არ იცვლი. უგო გარდა იმისა, რომ სიმპათიური ადამიანია, ის ჩემი მეგობარი, ამიტომაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, არის ძალიან განათლებული, ძალიან ნინო ვაოცებ შენ. ძალიან მეგობრული და რა ვიცი, ძალიან ისეთი ადამიანია, ასე ვთქვათ, open minded. ესე იგი, მნიშვნელოვანი დეტალი უგოს შესახებ, უყვარს მუსიკა, უყვარს ლიტერატურა, უყვარს მოგზაურობა და საკმაოდ ბევრს მოგზაურობს. და ძალიან თავმდაბალი პიროვნება ყოფილა. აი ასე. კი, ნამდვილად ზუსტად ესეთი არის და საინტერესო და განათლებული. აი ვინ მომჭრა თვალი. პრინცი კარლ ფილიპი. მაგრამ სამწუხაროდ 1 წლის წინ ცოლი მოუყვანა. დაოჯახებულია. ანუ არ განვიხილავ შესაძლოა. უბრალოდ ვთქვათ ინფორმაციის პრინცი კარლ ფილიპიც არის შვედეთის პრინცი. და იგი არის შვედეთის მეფე კარლ მე-16 გუსტავისა და დედოფალ სილვიას მეორე შვილი და ერთადერთი ვაჟი. ანუ ადვილი წარმომადგენელია რომ მემკვიდრეა. ნამდვილად. ასევე სასურველ სასიძოთე სიაში შედის დუბაის 32 წლის პრინცი. ეს ავტორ ბოლით გატაცებული საერთოდ ძირითადად ესეთი პრინცები და სამეფო ოჯახის წევრები რატომღაც არიან ბოლით, იმიტომ ეს უფრო ითვლება ელიტარულ სპორტად ითვლება და ძირითადად ისინი ჩართულები არიან საავტომობილო რბოლებში. სხვადასხვა აღსანიშნავია, რომ თურმე კარლ ფილიპს პრინც სამხედრო საზღვაო ფლოტის ოფიცრის წოდება აქვს და ძალიან უყვარს თურმე ფეხბურთი, ცურვა, თხილამურება და მოგზაურობაც. მაგრამ დაუჯახდა 1 წლის წინ. შესაბამისად არ განვიხილავთ ჩვენს სიასში. კიდევ ყავს ისეთი ლორენცო ბორგეზე ვისაუბრეთ. ლორენცო ბორგეზე ვისაუბროთ, ჰარიზეც ვისაუბროთ და დაგვრჩა ჰამდან ბინ მუჰამედ მაქტუმი. იგი არის დუბაის 32 წლის პრინცი, რომელსაც აქვს 12 მილიარდიანი ქონება.
ასევე არის დუბაის აღმასრულებელი საბჭოს, დუბაის სპორტული საბჭოს, დუბაის აუტიზმის ცენტრისა და შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდის სახელობის ახალგაზრდა ბიზნეს ლიდერების ინსტიტუტის თავმჯდომარე. რთული გასაგები იყო ეს და არაუშავს. საინტერესოა რომ პრინცი მაქტუმე გატაცებულია ცხენოსნობით და რამდენიმეჯერ თურმე საკმაოდ დიდ გამარჯვებასაც და წარმატებასაც მიაღწია. ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ სიაში იყოს ნამდვილად. პრინციპში ხა რო ჩავყვეთ ყველაზე მეტად ვინ ხათუნა რომელმა მოგხიბლა ყველაზე მეტად, მაგრამ აღმოჩნდა რომ დაკავებულია. შემთხვევაში მე მგონი ამდენ ბი მუჰამედ მაქტუმი ეხლა რაც სიუჟეტი გავიდა ბევრად უფრო ესეთი იყო სიმპათიური წარმოსადეგი ვთქვი ვიდრე ამ იმაში თავის ნაციონალურ თავისუფლებაში და ტანსაცმელში. კარგი, ძალიან კარგი. ესეც განვიხილეთ, მე მგონი ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და თემა განვიხილეთ ჟურნალი ოკეიდან და დიდი მადლობა რომ ასეთ საინტერესო მასალას ვკითხულობთ ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან. კი ბატონო. და ეხლა მინდა ვნახოთ სიუჟეტი და მე თბილისი მოლში აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო ბრენდი Charles & Casey, რომელსაც აქვთ აქსესუარები, ძალიან ლამაზი ჩანთები, ფეხსაცმელები, რომელიც ესეთი პრობლემატურია თბილისში რომ შეიძინო და საკმაოდ კარგი და მისაღები ფასებია. და კარგი ხარისხი. და კარგი ხარისხი რაც მთავარია. და ფასები მართლა გასაოცარია ჩანთებზიც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი. მოდური, ხარისხიანი, კომფორტული და ნებისმიერი მომხმარებლის ჯიბეზე მორგებული. ასე შეიძლება დავახასიათოთ ქალბატონებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმლისა და აქსესუარების გლობალური ბრენდი Charles & Casey, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. დახვეწილი დიზაინის, ნატურალური მასალებისა და კომფორტული კალაპოტის სინთეზი განაპირობებს იმას, რომ ლუქს კლასის შოპინგ ლოკაციების შემდეგ ბრენდი ქართულ ბაზარზე შემოსვლის დღიდან უკვე 3 წელია ქართულ მომხმარებლებშიც განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენ ბრენდს არ გააჩნია ასაკობრივი ცენზი, იმიტომ რომ ბრენდი არის ყველა მომხმარებლის ინტერესს ერგება. ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე, თავისი ექსპერიმენტალური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ბრენდს აქვს ძალიან სწრაფი რეაგირების რესურსი, ანუ იმ სოფლიო ტრენდების დანერგვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მომხმარებლისათვის. ექსპერიმენტული მიდგომის წყალობით ბრენდის პროდუქცია ნებისმიერი ბაზრის მოთხოვნებს ერგება. Charles & Casey განსაკუთრებული ხედვით, ესთეტიკითა და ინოვაციური მიდგომით ფეხსაცმლის გარდა, ჩანთების, ქამრების და აქსესუარების მაღალი ხარისხის, ძვირფასი თვლებით გაფორმებულ მრავალფეროვან კოლექციებს აწარმოებს, რითაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის მთავარ იდეას, უახლესი ტენდენციების ასახვას თითოეულ სეზონზე. ეს არის fast fashion ბიზნესი პრინციპში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ კვალ და კვალ ვიყოთ იმ სოფლიო ტრენდებთან, რაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, ბრენდი ნამდვილად არის ძალიან ექსპერიმენტალური, შესაბამისად ყოველთვის ნერგავს იმ სოფლიო ტრენდებს თავის პროდუქციაში და შესაბამისად ჩვენ მაღაზიაში ყოველთვის გვაქვს წარმოდგენილი ის მნიშვნელოვანი ფერები, სილუეტები თუ ტენდენციები, რაც ძალიან პოპულარული არის და რაც ასე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მომხმარებლისათვის. როდესაც Charles & Casey-ზე ვსაუბრობთ, სიამაყით უნდა ითქვას, რომ 2011 წელს ბრენდის 20%-იანი წილი $30 მილიონ Moet Hennessy Louis Vuitton ჯგუფმა შეიძინა. ბრენდს საკუთარი გამოცდილება უწილადა და გლობალური განვითარებისკენ გზა გაუხსნა. ჯგუფი ისეთი ლუქს კლასის ბრენდების მფლობელია, როგორებიც Marc Jacobs, Dior და Givenchy არიან. ჩვენ ბრენდს აქვს ცალკე ხაზი, ეგრეთ წოდებული signature line, რაც გულისხმობს ტყავის პროდუქციას, ანუ დაახლოებით კოლექციის 10% პრინციპში არის წარმოდგენილი ტყავის კოლექციით, შესაბამისად, ანუ ეს ეგრეთ წოდებული luxury ხაზი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროდუქცია ასევე არის სათვალეები, რომლებიც არის ძალიან მაღალი ხარისხის მინით დამზადებული და ხშირ შემთხვევაში აქსესუარებს Swarovski-ის თვლებით არის გალამაზებული.
მაღაზიაში სტუმრობისას მოდის ექსპერტს ნინო იოსელიანს შეხვდით, რომელმაც Charles & Casey-ის ახალი კოლექციის მაგალითზე მსოფლიო მოდის უახლეს ტენდენციებთან დაკავშირებით პატარა მასტერკლასი ჩაგვიტარა. გაზაფხულის ზაფხულის ტენდენციები წლევანდელი 2015 წლის არის პასტელური ფერები, თეთრი ფერები, კრემის ფერები, ოქროს ფერები, რომელიც ჩემი საყვარელი ფერი არის და ძალიან მომეწონა ეს ჩანთა. ამ Charles & Casey-ში არის ძალიან საინტერესო კოლექციები ჩანთების, ფეხსაცმელების და აქსესუარების. მაგალითად ძალიან მოწონს თეთრი კოლექცია, ეს არის სპორტული chic sportswear-ი, ასე რომ ვთქვათ, სადაც გვაქვს ლამაზი კეტები, ტყავებით გაწყობილები, აქვე გვაქვს შესანიშნავი და ლამაზი თეთრი ჩანთა, რომელიც ძალიან ლამაზია, შეგვიძლია დავიჭიროთ ყოველდღიურად, შეიძლება გვეცვა ეს რაღაც უფრო კლასიკური სტილი და იმასაც შეუხამოთ ეს ჩანთა და აგრეთვე სპორტული სტილი, რომელსაც ძალიან მოუხდება. ეს Orange Fever, ეს ძალიან აქტუალური არის ეს ფერი და იქიდან გამომდინარე, რომ აქსესუარების ბრენდები ყოველთვის ითვალისწინებენ ტანსაცმლის და მოდის ტენდენციებს, ისინიც ყოველთვის უხამებენ და აქედან გამომდინარე ტანსაცმელი ნარიჯისფერი ხა ძალიან აქტუალურია და ჩანთაც რა თქმა უნდა შესაბამისი უნდა გქონდეს. როგორც ამბობენ, ქალის ელეგანტურობის განსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი დეტალი ფეხსაცმელია. ქალბატონებო, სწორედ თქვენთვის, ვინც ხარისხსა და სტილს აფასებთ Charles & Casey-ის ორივე ფილიალში, თბილისი მოლსა და აღმაშენებლის 130 ნომერში კოლექცია ყოველთვიურად ახლდება. ამჯერად კი მაღაზიებში ზაფხული 2015-ის უახლესი კოლექცია დაგხვდებათ. გადაცემა სრულდება და მივდივართ ამ მაღაზიაში. გადავწყვიტეთ. შევთანხმდით. კარგი. მე მგონი ნონოლა ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივახლოვ და ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო. ნინო, მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ 4 შაბათს კიდევ ესეთი საინტერესო თემებით შემოგვიერთდები. საინტერესო. დიდი მადლობა ხათუნა სტუდიაში მობრძანებისთვის. ერთმანეთს კი შევხვდებით. ჩვენ ხვალამდე გევშთებთ. ზუსტად 12 საათზე ხვალ ლიტერატურაზე ვისაუბრებთ.